დაждომა მარჯვენით ჩემსა და მარცხენით არა არ ჩემი მიცემად, არამედ ვიერთთა გამზადებულ არს. უცნაურია. ნახეთ, ყველაფერს გააკეთებთ, რაც საჭიროა, მაგრამ მარჯვნივ და მარცხნივ დაждომა ჩემგან ვერ მიიღებთ. არამედ გამზადებულია, ანუ წინასწარ გამზადებულია, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ღვთის განგებულებაში თქვენ უკვე არსებობთ და თქვენი გადაწყვეტილებაც ცნობილია, მაგრამ ის რომ თქვენ ჩემი ახლო მოწაფეები ხართ და თქვენ გულმხურვალენი რო ხართ და თქვენ მზათა ხართ ჩემთვის მოკვდეთ, ეს თავისთავად ავტომატურად მექანიკურად არ ნიშნავს თქვენს მარადილ მყოფობაში, თქვენს მდგომარეობას. იმიტომ რომ ეს მდგომარეობა მარადილ მყოფობაში სხვა პრინციპების მიხედვით არის. აი მაგალითად, თქვათ ყავს რაღაც რამდენიმე სულიერი შვილი და აქედან რომელიღაცას ძალიან მოუნდა რომ იყოს მღვდელი. ყველაფრით კარგია. კარგი ქრისტიანია, კეთილშობილია, თავგანწირულია, ეკლესიისათვის ბოლომდე ერთგულია და უცებ მთხოვა რომ მე მინდა რომ მღვდელი გავხდე და ნახეთ მე როგორი დამოკიდებულება მექნება რომ ეს ყველაფრით კარგია და ჩემზე ადრე ეს ცხონდება ისეთი კარგია, მაგრამ მღვდლებისათვის არ არის რა. მისგან მღვდელი არ გამოვა. გესმით? ანუ არის რაღაცა პრინციპები არის. ღვთის განგებულებითი პრინციპები, რომელსაც ჩვენ ვერ გადავახტებით. და ჩვენ მორჩილებით ვიღებთ ღვთის განგებულება. არ შეიძლება ამიტომაც არის, როცა ადამიანი რაღაცას ითხოვს, პრინციპულად რაღაცას ითხოვს, ძირშივი არასწორია. როცა ადამიანს ღვთის განგებულებისადმი მორჩილება არ აქვს, როცა ადამიანი არ ელოდება ღვთისაგან იმას, რაც მან უნდა მიიღოს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი საქმეა ის, რომ ჩვენ ვუერთგულოთ უფალს, რაც შეგვიძლია ჩვენი რწმენა, რომ ქრისტესთან გვინდა საქმეში გამოვავლინოთ და დანარჩენი რა იქნება და როგორ იქნება, ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის. და ქრისტე პედაგოგიურადაც ამბობს, რომ არ ჩემზეა დამოკიდებული. როგორ არ არის, მის ხელშია, მაგრამ ის როგორც ახლობელი ძმა რო გვიწოდა, როგორც ძმა მეუბნება. იცი რა, ჩვენი ძმობა არ მაძლევს მე საშუალებას, შენ დაგადგინო იქ, რაც შენთვის არ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ საიდუმლოებაა ჩვენი მარადიული ხვედრი. როგორ რანაირად იქნება, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით, ეს არის აბსოლუტური საიდუმლოება.